სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესი და უნდარესი სილია მეორის ლოცვა კურთხებით ზუგდიდში მედიკოსთა 20 კაციანი ჯგუფი ჩავიდა. ექიმები დევნილებს და საჭიროების მქონე პირებს უფასო სამედიცინო კონსულტაციებს გაუწევენ. პროექტის კოორდინატორის საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის ვახტანგ სურგულაძის განცხადებით პროექტი პერმანენტულ სახეს მიიღებს, რომლის ფარგლებშიც მედიკოსები საქართველოს ყველა რეგიონს მოივლიან და მოსახლეობას უფასო დახმარებას გაუწევენ. ამ დრომდე პროგრამით 300-მდე პაციენტმა უკვე ისარგებლა. პროგრამის პირველი ნაწილი ზუგდიდში ხვალ დასრულდება. ეს არის ერთჯერადი აქცია, ამას სისტემურ ხასიათს მიიღებს, განსაკუთრებით ეს ექიმების ჯგუფის კიდე იქნება ზუგდიდში კიდე იქნება სხვა სპეციალისტებსაც ჩამოვიყვანთ, მაგრამ სადაც არიან კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები. როგორც აფხაზეთიდან, ასევე სამაჩაბლოს რეგიონიდან, სამაჩაბლოდან, ასევე ის მაღალმთიანი რეგიონები, როგორც არის თქვათ იგივე თიანეთი, ყაზბეგი, მესტია, ყველგან იქნება ესეთ რეგიონებში გასვლა. ჩვენ ვეცდებით შეძლების დაგვარად რაღაცა გამოკვლევებიც გავაკეთოთ და დახმარება გაუწიოთ ავადმყოფებს. უწმინდესის ძალიან დიდი სურვილი იყო, რომ ჩვენ არა მარტო გაგვეშინჯა და დიაგნოზი დაგვეწერა, არამედ წამლებითაც დავხმარებოდით პაციენტებს. მე მაწუხებს მაგალითად გულის ტკივილი უფრო ხშირად და ვიკავებდი თავს სახსრებთან იყო ეს ყველაფერი დამოკიდებული. გავიგე ამ აქციის შესახებ და წამოვედი ძალიან კმაყოფილი ვარ.